დავიწყოთ. კი ბატონო. გამარჯობათ. დღეს დათოსთან ვართ სტუმრად, ანუ დათოსთან როგორ? დათო დამეხმარება გადაცემის წაყვანაში. კი ბატონო. ეხლა რა მაინტერესებს? დათო არის სტუმრად. დათო არის სტუმრად. დათოსთან ვართ. მოკლედ რაღაცნაირად ჩვენ ჩამოვყალიბდებით მაგ თემაზე ნელ-ნელა და ჩვენ დღევანდელი გადაცემა იქნება აღჭურვილობაზე. მოკლედ მე ეხლა ესეთი საქმე შენთან. ხალხს აინტერესებდა თან რა აღჭურვილობა გვაქვს მაღაზიაში, გვაქვს რა გააქვს და თან მე რა აღჭურვილობა ეგეც საინტერესებდათ. რა ხარ, ჩემი აღჭურვილობა შენთან არის, მაინც მთლიანად ნაჩუქარი, ნაყიდი, მოპარული და წამოღებული, ასე ვთქვათ, მაღაზია ვისაუბროთ. შენი აღჭურვილობაც ორნაირად გაქვს აწყობილი, ძიმე და მსუბუქი, ესე ვეძახო ესე ყოფ ხოლმე რა. აღჭურვილს ეგეც მოგვიყევი რატო, რითვინ, რანაირად. და თან ვილაპარაკოთ რა განსხვავება, რა არის კაი, რა ცუდი, რა რომელი ჟილეტიდანაც გინდა დაიწყე და გავყვეთ ნელ-ნელა. რა უნდა გქონდეს ჩვენი აზრით რა თქმა უნდა აღჭურვილობაზე? ხო, რა ვიცი ახლა, მე მაქვს როგორც აღნიშნე ორი სეტი მაქვს აწყობილი, ერთი Ranger Screen-ში, მეორე Multicam-ში. ეხლა ეს ჟილეტი არის ასე ვთქვათ სრული ზომის ჟილეტი, ფილების მატარებელი. აქვს კორსეტის სისტემა, ეწოდებული ჰარნესი. შედარებით ახლა ეს ჟილეტი აწყობილი მაქვს უფრო ბევრი ნივთის ატარება ზურგჩანთაც მქონდა დამაგრებული, მაგრამ ზურგჩანთან მოხსენი. თავისი ზიპ პანელი მინდა რომ მე გამოგუწერო, მაგრამ ჯერჯერობით არ მჭირდება. ბოდიში თქვა დავითი აქტიურად თამაშობს საერთოდ. კი ბატონო. და ანუ ეგ რატო ვთქვი რომ ეს აღჭურვილობა მაღაზიებში რო დევხომოთ აწყობილი იმის ატარებს ამას და აქვს იქენებს ყოველ კვირას აქტიურად ხან ამას ვიყენებ და მაგასაც გეტყვი როდის ვიყენებ ამას. თუ არის ცოტა დიდი სცენარი და დიდი ხანი გვიწევს თამაში და მიწევს ბევრი ტყვის წაღება, ბევრი პირობითად ხელნაკეთი ასაფეთქებლები გვაქვს ჩვენ ლიმონკებს შეძახით. ლიმონკების უმბარების და ეცამით ანუ ხალხო ხელნაკეთი ასაფეთქებელი რო იძახის აიდი არის ფიქრობთ თალებები ვაფეთქებ ანუ ჩვენ ლეგალური სათამაშო აირსოფტის ტყუებს ყოლე შიგნით და ასე თქო უმბარას ვაკეთებ. როცა ბევრი რაღაც მაქვს წასაღები, მაშინ ვიცმევ ამ ჟილეტს, იმიტომ რომ 4 მჭიდი შემიძლია ჟილეტზე ვატარო, აქეთ მაქვს რადიო კომუნიკაციისთვის, წინ მაქვს ადმინ პანელი, სადაც შემიძლია ტელეფონი დავამაგრო, ასევე სხვა ნივთები შევინახო. დაბლა არის ჩამოკიდებული დონგლერი, აქ ვინახავ ძირითადად იმ უმბარებს, ამაში ვაწყობ და სათვალეს და რაღაცებს და უკანა მხარეს, ორივე მხარეს მაქვს დამაგრებული ზოგადი დანიშნულების ჩანთები. მარცხენა მხარეს ვინახავ ძირითადად რადიოს გარნიტურას, დამატებით ელემენტს, დამატებით ანტენას, ესეთ რაღაცებს. იარაღის ფანდისთვის ელემენტები, მოკლედ, ელემენტები და ესეთი რაღაცები. ელექტრომოწყობილობები მიდის აქეთ. იქით ხარეს უკვე ისეთი ნივთები, რომელიც შეიძლება ნაკლებად დამჭირდეს და წინა მხარეს ყოველთვის მიდევს აქ ტელეფონი, საწმენდი, ნაჭერი, სახისთვის რაღაცებისთვის, კემლაითები. რა არის კემლაითი? ეს არის თეთრათანათებს. ეგეთი არა მაქვს. არა მაქვს მეთქი ეგეთი. გეკნება კაცო, გეკნება. ხო და რა ამაზე რასაც ვიძახდი, ეს არის ცოტა არასტანდარტულია. გარედან ეს სამზოლიანი კამერბანდი მაქვს დამატებული მერე, ანუ ეს არ მოყვება. ხო, სწრაფხსნადი კამერბანდები დავამატე, ფაუჩები რო დამეყენებინა. დამატებით ეს ჯიბეები კამერბანდის შიგნით ყვება და მაგიტო კიდე მეორე კამერბანდი ვარჩიე და ეს თავისი კორსეტის სისტემა რაც არის ამითაც შეიძლება რომ იხმარო მარტო მაგრამ მე ესე მირჩევნია რა ეს კორსეტი კარგი არის იმიტომ რომ წონას ანაწილებს მთლიანად უკანა ფილა ზურგზე არ გაწובה აქ შიგნით დარბილებაზე გაქვს ზურგი მიდებული და აი რავი ძალიან კომფორტული ჟილეტია რა ეხლა ხალხი უეჭველი იკითხავს და მე კომენტარებში ვარ მოგვიწევს პასუხისგაცემა და მაგაზე საუბარი არავის ნაკლები ინტრიგანი არც მე არა ვარ დავიწყოთ ესე აირსოფტი არის მაინც თამაში ხო გინდა არ გინდა თამაშია კი ბატონო რა დატვირთვა მოდის ამაზე და რამდენად შეიძლება ხეს რა ბრენდია თან ეგეც გითხარი შენი ჟილეტი მაღაზიაში გაქვს თუ არა მსგავსი ეგეც გითხარი მაღაზიაში არა გვაქვს
ის მაინტერესებს, ანუ რეალურ სიტუაციაში რამდენი შეიძლება ინდოს ვიღაცა. 100%-ით შეიძლება რომ გამოიყენო რეალურ საბრძოლო სიტუაციაში დატვირთვას ყველანაირად უძლებს. ეს არის Cry Precision-ის რეპლიკა, მაგრამ Cry Precision-ის ლიცენზიით არის გამოშვებული, აი აქ წინა მხარეს აქვს შესაბამისი პიკები. Cry Precision-ის ლიცენზიით არის დამზადებული შედარებით ბიუჯეტური ვარიანტია. ის თუ ჯდება კორსეტთან ერთად $600, ეჭდება $300 რა. Z-Shot არის ბრენდი, ამერიკული მულტიკამია გამოყენებული მეორე თაობის და კორდონ 500 დეკორდურა მასალით არის დამზადებული. წინა მხარეს დამატებით ეს არის ჩესტრიგი რა. ანუ უბრალოდ სამჭიდეები არ არის. თავისი სამხრები აქვს, შეგვიძლია აქედან მოხსნა და ჩესტრიგზე გადააწყო. ეგ სხვა სამჭიდეები მოყვა ამასთან? არა, სამჭიდეები არ მოყვება, წინ არის ველკრო პანელი და შეგვიძლია თავისი გათვლილი დახურული სამჭიდეები დააყენო, ანუ $300 ღირს. $300 ღირს მხოლოდ არც ეს მოყვება. მხოლოდ წინა და უკანა გილის ჯიბეები და კორსეტი. კორსეტი, ხო. აჰა. ეხლა მაშინ ეგეც რა ვთქვათ, ესე რო ავაწყოთ რა დაჯდება, როგორც შენ აქ აწყობილი. აი ძალიან გრუბად რა დავითვალოთ. ძალიან გრუბად რატომ არ დავითვალოთ ასე როგორც დავთვალოთ. ანუ $300 ეს როგორც თქვით, ჩესტრიგი $200, ესენი დამატებით კამერბანდები გარედან დაახლოებით $80, $70 და ეს დამატებითი პაუჩები ერთად დაახლოებით $200 რა. შენთან რომ მოვიდეს ვიღაც და გითხრს ახლა უყურა ჩემმა გამომწერმა ან უკვე ისე ხშირად ხარ ხოლმე ჩვენმა გამომწერმა და თქვა რომ მოვიდა და აი დავით შენ რო გაწვი რაღაც ჟილეტი ეგეთი მინდა ამიწყე შეგვიძლია აუწყოთ კი ბატონო კი დაჭირდება ჩესტრიგები ადგილზე გვაქვს ჟილეტი ეს კონკრეტული არა გვაქვს თორე ესეთები გვაქვს ხა რაოდენობაში GPC ორინოლები ამაზე გადავალთ ეს კონკრეტულები რადგან ძვირია და საქართველოში ყველა მიჩვეულია რომ ჟილეტში უნდა გადაიხადოს $200 და თან ყველა ფაუჩიზე უნდა იყენოს ამ ჟილეტის მომხმარებელი ნაკლებად არის რა თემუდან გამოიწერს $200 ისიც ჟილეტია ისიც იმასაც აქვს ჯიბეები და ვსო იმათთვის ეს არის მე უბრალოდ ახლა კონკრეტულად ეს ჟილეტი მინდოდა და იმიტომ გადავიხადე აქვე ვიტყვი კი თემუდან გამოიწერს ჟილეტს კარგი არა მაგრამ პატარებს ფილებს ატარებს რაღაცა კომფორტში არის სადა დედამიწასა ვიტყვი ხო ძალიან კომფორტულია ეს არის მძიმე მაგრამ იმდენად ამ კორსეტის გამო ისე ნაწილდება წონა რომ ფაქტიურად ვერ წიმოთ რა. თორე ეხლა ამაში დევს ფილების იმიტაცია, კერამიკული ფილები ამაში არ გვიდევს ამაში. უბრალოდ მე აირსოზე კერამიკული ფილების თრევა არ მჭირდება დამატებითი წონის და მაგიტომ მიდევს ფილების იმიტაცია. ესეც მძიმე არის და ეხლა წარმოიდგინე კიდე 6 კილოს რო დაამატებ უკვე, მაგრამ ეგ პრობლემას არ ქმნის. ისი არის განაწილებული წონა რომ მთელი დღე რო გეცოს არ დაიყლება. მე პირდაპირ ვიძახი ჩემთვის რეალურ სიტუაციაში არ ვიცი ხა რეალურ სიტუაციაში ორი ბრონეჟილეტი მეცოს ამ ეტაპზე რო უყურებ ძიმია ჩემთვის რა დიდია. ხო, დიდი ძიმე მაგრამ უფრო დიდია. ხო და აი მაგიტომ ნახე ორი სეტი მაგიტომ აქ აწყობილი. როცა ბევრი რაღაცის წაღება მჭირდება, მე მაქვს ჟილეტი. როცა უფრო არის შედარებით პატარა სცენარი და ცოტა ხანი მიწევს თამაში. ეხლა ამ ჟილეტს გადავდებ გვერდზე. მაგრამ კომფორტული. დავამთავრეთ თითქმის ყველაფერი თქვით, აქ გვაქვს ადმინ პანელი და რა ეს არის სრული ასეთ ჟილეტი სოღონ. ჩემთვის კი ვიძახი რომ ეს დიდია, მაგრამ ასე გაწყობილი, ანუ მაქსიმალურად გაწყობილი ჟილეტებს ძალიან აქტიურად ხმარობენ უკრაინის ომში. კი, კაცო, უკრაინის ომში მინდორია ხო დიდი მანძილის სიარულით ფეხით არ უწევთ, იმიტომ რომ იმაზე რა ჩავშან ტრანსპორტიორით მიყავთ. ქვეითა საბრძოლო და იმათვის რაც უფრო მეტ ამუნიციას წაიღებს, რაც უფრო მეტ ხელყუმბარას წაიღებს, იმისთვის უკეთესია. კი, მაგრამ სწორია. აი, მაგას ვიზახო რომ თაში არ აქვს ასია. მე ყოველთვის საქართველოს რთული რელიეფი. ჩემი ახჭურაც მე მივართ იქამდე ესეთ საფუძვლოვანია. მაგაზე მოწყობილი ვარ რომ ძიმე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ სუბუქი და რატო სადგას ტელეფონი დგას. აი 3 მეტრი ადგილი ძლივს ვიპოვეთ რომ სწორედ დაგვედგა და ეგეც სწორედ არ დგას ახლა. მაგიდა აყირავებულია რომ სწორი ადგილი ვერ ვნახეთ ტელეფონის მაღალზე დგას შტატი იმიტომ რომ სწორი ადგილი ანუ 3 მეტრი ვერ ვიპოვეთ სწორი საქართველოში. აღმართზე მე ამითი ავირბინო შანსია თუმცა როცა მივდივარ ტყეში სათამაშო ჯერ ესენი უნდა ხვდე მაიცა მაგის იმას მოვიტან ერთი წუთი მაგ ჩესტრიგზეც იგივე აზრისა თორე რატო ამაზე
ეგ არა ის ჩესტრინგი მოხოთ ეხლა რომელიც ამჟილეძე ძიმია არ არის მძიმე რატომ მძიმე კაც სამაგერო ზურგი თავისუფალი გაქვს და კამარი არ გჭირდება ხო ეს არის ესეც high precision-ის მოდელია მაგრამ ეს არის კომპანია Ito Gear-ის დამზადებული GPC 2.0 უკანა მხარეს გვაქვს ესეთი ელვა შესაკრავები და თავისი back panel-ები სხვადასხვა ვარიაციები შეიძლება დაყენდეს მე არა მაქვს ერთი ჯიბე მაქვს და მყოფნის წინა მხარეს როგორც მეორე ჟილეტზე აქაც ჩესტრიგი მაქვს დამაგრებული ესეთი ეს ფილა რაღა ჯანდაბა კაცო ჭიდების ჩასალაგები მაგას არ მოყვება ხო სამჭიდე არა არც ამას არ მოყვება იმიტომ რომ ესენი ძალიან ბევრი ვარიაციები გამოდის და ანუ როგორც iPhone-ს აღარ მოყვება დამტენი, ეგრე ამას აღარ მოყვება სამჭიდეები და შენ უნდა შეარჩიო როგორი გინდა და ისეთი დააყენო. ეს არის ჩვეულებრივი ჩესტრიგი, რომელსაც აქვს აი ესეთი სამხრეები. თუ პირობითად ჟილეტი არ მჭირდება, მივდივარ ისეთ ადგილას, რომ ბევრი მაქვს ფეხით სასიარულო აღმარჩი და დაღმარჩი, ამას ჩვეულებრივად აი ესე დავაკრავ. მე ფასტექსებით დავაზღოთ, რომ არ მოგვიძრეს. და გამოვა ჩვეულებრივი ჩესტრიგი. ჩესტრიგი. სამი მჭიდი გვაქვს. ერთი რადიოს ფაუჩი გვაქვს, ერთი ზოგადი დანიშნულების ჩანთა გვაქვს, რონგლერი და წინ ორი ცალი პისტოლეტის სამჭიდია, რაშიც მე დანასვდებ ხოლმე და მულტიტულს. პისტოლეტის სამჭიდები პატრული ავტომატით იქნება, დანას დაგიწეს ჯანი, მას ავტომატზე. აი ამ ყუმბარებზე ვიძახთი. წეგარო. ხო, ხალხს ეგონა რომ ისე. ჩაულებრივი ასაფეთქებელია და აი სოფტის ტყუებია გარშემო ჩაყრილი რა რო აფეთქდება იშლებ ინტერესნა აი ხალხო წეგარო უნდა ბომბიო აიდიო არის ფიქრობთ რომ ტერორისტებთან მაქვს საქმე ჩვენ კანონ მორჩილი მოქალაქეები ვართ და ხოლმე ისეთი შეიარაღება გვაქვს რაც კანონის ფარგლებში ჯდება შიგნით ორგანიზერები აქვს მოკლედ რა ყველაფერი აქვს რაც შეიძლება დაგჭირდეს ბენდი ეგეც კრაია ამის არა ეს არის რა ქვია ეს არის ვოტაგო კი არა იაკედას ჩესტრიგია ის იაკედასია ხო რამდენად გაუწევდი რეკომენდაცია ძალიან კაი ჩესტრიგია ჩესტრიგზე ხონა არ მოდის არაფერი არ თავის დანიშნულებას ეში ღრეში შენობებში მიკრო ჩესტრიგი რაც ქვია თავის იმას ასრულებს იდეალურად გვაქვს ჩვენი არა ესენი ადგილზე არ გვაქვს ესენი შეგვიძლია შეკვეთი ჩამო ადგილზე გვაქვს ეს ვარიანტები კი ბატონო ეგ ვარიანტი აწობილი გვაქვს და სამი სამჭიდია ამაში სამი სამჭიდია ამაში წინ ჩანთა გვაქვს აქაც ჩანთა გვაქვს და იგივე ვარიანტი გამოდის რაც ის გამოდის ისიც რა უბრალოდ ამას ის არის რომ H-ის ფორმის სამხრეები აქვს და იმასაც გადაჯვარედინები X ნუ ის ცალკე გვაქვს სრულად აწყობილი და ვნახავთ როგორია ეს ცალკე ხო ჩესტრიგი შემი კაი ეხლა ეს აღარ გჭირდება ეხლა გადავიდეთ ხო და ეს ჟილეტი რაც შეეხება აქ არის და აქაც შიგნით მაქვს ჯიბეები დამატებული ერთი აქეთ დამატებით მჭიცვიდებ აქ რაც იამიდევს და ორივე ჟილეტზე მარცხენა მხარეს მაქვს დამაგრებული პეტეტე ღილაკი სროლის დროს მხარზე ხელი რო არ შეგვიშალოს ხო ისედაც და იარაღზე რო არ მოგიწიოს ხელის გაშვება ლაპარაკისთვის რა ანუ იარაღზე ხელი ყოველთვის გიგიდია კი ბატონო, გეთანხმებით 100%. აი, ეს აღარ გინდა გადავდეთ. აი, ჩემი სიამა. ესეც დათუჩასთან არის. წამოღებული და თვითონ მოგვიყვება რა არის, იმიტომ ბევრი რამე აქ შეცვლილი და გადაწყობილი, გადმოწყობილი. აბა მიგიდები. ხო, ანუ სუბუქი ჟილეტი მინდოდა, მაქსიმალურად დაბალი პროფილის, მაქსიმალურად სუბუქი რო ყოფილიყო წეგავს თქვით რა, ეხლა მართლა არა ვარ ისეთ ფორმაში ახალგაზრდობაში რო ვიყავ რაც სადღაც ვირბინო Airsoft-ს მე ვთამაშობ და არაფერს და რეალურ სიტუაციაში დამჭირდეს ჟილეტი და გამომადგეს ისეთი ჟილეტი გვინდოდა მე მგონი რაღაცნაირად შევთანხმდით ჩვენ და ავაწყეთ ვიწვალეთ მართალია მაგრამ ავაწყეთ ხო ნუ ამას მოყვა ცოტა სხვანაირი სამჭიდეები თავიდან ეს არის Emerson Gear-ის დამზადებული ორიგინალი რაღაცა ცოტა უცნობი ბრენდია და არ მახსოვს Call of Duty-ის მოყვარულებს ეცოდინება ჟილეტი კაპიტანი პრაისი დადის ამ ჟილეტით იმასაცია. აი, არ გამახსენდა თუ ამას მოვიპარსავდი. არა, უბრალოდ ნიკაპი უნდა მოვიპარსა ესე. აქ ამასაც ესე ადმი პანელი აქვს ველკროზე. ესეთი მინიმალისტური სამჭიდეები არის რეზინის, სხვა ბატონ გელას არ ჭირდებოდა მოთხოვნა ეს იყო. ხო, თორე ტენი და ეს ორი რიგად ჩალაგებულს და კიდე ღიპი, კიდე ორი რიგად და მოსახვევში ჯერ ღიპი გამოჩნდებოდა და მე ერთი ორი დღის მერე მე.
კამერბანდები ამას თავიდან მოყვა ჩვეულებრივ ველკრო შესაკრავებით, მაგრამ მერე ბატონმა გელამ გადაწყვიტა რომ ჭირდებოდა სწრაფად გახსნადი კამერბანდები და ეს არის შეცვლილი ამ ჟილეტზე. დონგლერია დამატებული და უკანა ზურგჩანთა ეგრეთ წოდებული ბექპეკ მინი მეპი. ეს კონკრეტული ჟილეტი ეხლა მაღაზიაში არ გვაქვს, მაგრამ შეკვეთით შეგვიძლია რომ ჩამოვიტანოთ. ზურგჩანთები გვაქვს მაღაზიაში და ღირს 120 ლარი, სამჭიდეები დაახლოებით ეს ვარიანტები იგივენაირად რეზინით და სხვა რო არაფერი არ იდება შიგნით 80 ლარშია, ესეთი ოთხკუთხედი ფორმის დონგლერები არის 70 ლარში. ნუ ეხლა როგორ ამაქვს გაწყობილი მე ვიტყვი თქვენი სნევარ. ნუ ის რო ეს ამოიწიოს და შეიკრას ხოლმე. გადაიცი ვაფშე, ჩაცმული. ავიდანო ვიძახდი. ჩაცმულზე აჩვენე. არ უნდა ყოფილიყო ჩემ შემთხვევაში ისეთი მინდოდა, მოდი ასე ვთქვათ. აი ჯერ ჩავიცნო და აი ეს მოკლედ ჟილეტთან ჩემი თავარი მოთხოვნა იყო უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ხელი და ამაზე უნდა რაიმეც რომ მოვიცვა ანუ აღარ ჩანს სამჭიდი სავსებით საკმარისია ჟილეტზე მეტი სამჭიდი არ ამჭირდებოდა უკან ხელი ჩანთა მინდოდა რამის ჩასალაგებლად და ეს ჩანთაც ხოლოთ იმიტომ რომ აქ წკაპები აქვს ბატონო დავით მოხსენით ჩანთა თუ შეიძლება აუ ჩანთაზეც წელზე დამაგრებულ ჩანთა ხოლოდ იმიტომ დავთანხმდი რომ ნებისმიერ დროს შემიძლია მთლიანად მოხსნა დიდ საბატონო ჩანთაში გადავიტანო 2 დღიანზე რაღაც თუ მჭირდება და პატარა ოპერაციის დროს მოვიმაგრო ისა ნებისმიერ გვერდს ხო მივამაგრო ნუ დონგლერი ცოტაოდენი პარაკორდი მულტიფუნქციური ხელსაწყო იარაღის ფანრის ელემენტები სანთებელა მეტრიანი თოკი თუ იმეს სამფეთქებლო საქმესთან ქონიათ შეხება ადვილად მიხვდებით მეტრიანი რაშია საჭირო მულტიტულსი მე პისტოლეტის სამჭიდეში მიდევს. ხო, პისტოლეტის სამჭიდი არ მაქვს, იმიტომ რომ პისტოლეტის ტარების ნებარ თუ არ მაქვს. დანარჩენი ყველაფერი არის უკვე კამარზე. ხო. კიდევ ვიძახი, ეს არის მაქსიმალურად სრუვუქი ჟილეტს თითქმის არ აქვს წონა. ეს ჟილეტი გათვლილია, ხო, ესე საბრძოლო ფილმებზე და რაღაცებში. ხო გიდევს საბრძოლო ფილმებში. ხო. საბრძოლო ფილმები რა არის თქვენთან? 390 ლარი ღირს ერთი ცალი. ერთი ცალი. მე-4 დონის დაცვა აქვს 308 კალიბრის ჩათვლით. შთანთქავს ყველაფერს. ხო, მაგის ვიდეოც კიდევს ხო სადღაცას როგორ. კი, ჩვენ გვერდზე დევს ტესტის ვიდეოები. ხო, გატესტილია, შემოწმებულია ყველაფერი. ამას პირად მივამოწმებ ხოლმე და ცუდა ისთია. ხო. ჩემი ჟილეტის მიდგომა ეგ იყო, სრუბუქი, კომფორტული. ხო, აი ეს მეორე როგორც გითხარი, ზუსტად იგივე მიდგომით მწვანე აწყობილი, მეორე არის სრული ზომის, როგორც გითხარი, მაგრამ სრულის მიუხედავად, გვერდები აი აქ თავისუფალი მაქვს და მოძრაობაში ხელს არ მიშლის. არა, კომფორტული არის. ეხლაო შევთავაზო, რომ ძალიან კომფორტულია გეთახმე, მაგრამ ამ ჟილეტში მე ვილაგია 3-4-ის მჭიდი, რომ დავხსებ ხოლმე. დონგლერი, ფილები, შენთან რომ ნაკლი ფილები, რამდენია 5 კილო ორი ერთად, ხო წონა? 5 და 800. 2 კილო და 900 ერთი წელი. ბატონო. რაცია თავის რაღაცებით ჩანთა, შიგნითაც კიდე რაღაცები ალაგია ხო, ჩემი კემერები დიდია და არეტევ აქ და მაგიტო არდევს და ამ ყველაფრით აღჭურვილი არის იგივე წონა, რაც შენი ჟილეტი, ოღონდ airsoft-ის ჭიდებით და საბრძოლო ფილების გარეშე. ენა airsoft-ის ჭიდები სუბუქი გუანია. ხო, ეგ ასე რომ მე მაინც სიმსუბუქისკენ წავედი და კომპაქტურობის მე თვითონაც რო სუბუქი ეგეც კაი ამბავი იქნებოდა, მაგრამ აი, აღმართზე გაქვს ასე არის, ნო? კი ბატონო. მე ძახი რომ აღმართია. ნუ გაჭიროს ფლაგმატი არ დაეციოს. არ უნდა შემოწყვოს არაფერი, ნო, ახანტენები გვაქვს. აი, რატო მინდა ამის შეცვლა. ტვინს ღლის რა ვაფშე მოხსნა გადაუყე. არაფერს ეგ არ იჭერს. ეს არის Warrior 120 სტარსის ჩესტი. მოდელი. შემსაც მოვიტან, მაგრამ
არის სული ზოგი. რამ ჩემი შესტრიგი. მიდი ილაპარაკეთ თქვენ. ხო, მოკლედ, როცა წეში დავდივარ თეთრი ვილეს არის, ну, იმიტომ რომ გულგი ხავს ხალი, დაგემო მიდება სადმე ჩატოლა მომიდა და გულგილეს არის ხალი, ის ყველასთან თორტულია. რანჩესტრში უკანა მხარეს მაქვს 8 წლის ამბიდე, რომ ამ პილის შემოწიო. წინასწარი არის მთლიანი პანელი. ზემოდან დაყენებული მაქვს სხვადასხვა ჩანთები. საკუმბარე, პირველი დახმარების ჩანთა, 2 ცალი დამატებითი სამჭიდე და 2 ცალი ზოგადი დანიშნულების ჩანთა. აი ყველაფერი მეტევა, რაც კი შეიძლება რომ დამჭირდეს ერთგან გასვლაზე და თუ კიდე დამატებით რაღაცა დამჭირდება, ზურგჩანთას მოვიკიდებ, უკან არაფერი არ არის. ხელს არ მიშლის თუ ზურგჩანთა მოვიკიდებ. ზურგჩანთას მოვიკიდებ და ეგ არის რა. დათოს უყარს ხალხო, ის ყველაფერი რო თანაა. რაც აქ რო თანაა აქ. მიგონა, რაც ახლა ამაში ზედმეც ვერ ჩაატარებს რა. ჭიდები, ამ სამჭიდეებს ბაჟი აქეთ ხმარობ ერთ სალსში. დებ რაციას. რაცია იდება აქ. ოსონ ზედმეტი ამაში არაფერი არ არის რა. რა ჭიდებათ, ყველაფერი საჭირო. არა, ყველაფერი საჭირო. რაღაც ან ტელეფონს ჩადებ, ან გასაგებს ჩადებ, ან გასას ჩადებ. როგორ არის ცოდვა გამხელი ჯობია რეალურად ახლა დღეს უყურებდი ამერიკელი საზღვაო ქვეითის ინტერვიუ იყო ერთ-ერთის რა და რამდენი ჭიდი უნდა წავიღოთ ბრძოლის ველზე რა და ბევრიო. რაც შეიძლება ბევრი. რაც შეიძლება ბევრი რა, რაც შეიძლება მეტი კიდე იწას. მაინც რამდენი უნდა 12-ზე ქვემოთ არ უნდა იფიქრო რა რომ წაიღებ ხო. მინიმუმად. ანუ 9 ჭიდზე არ უნდა იფიქრო მაგაზე ნაკლებს წაიღებ ხო. 300 თქვია. კი ბატონო მე ხლა ზარვაც კაცს ამბავია რა რეალურად ანუ თავ საკუთარი შესაძლებლობებს ადამიანს სწორედ უნდა შეაფასო რა არის ლამჭიდები ხო შალაგებული რეალურად უნდა შეაფასო საკუთარი შესაძლებლობებს ნუ ეს სამი ჭიდი აციდება თორე რომ დაგაჭიროს 10-საც წაიღებ და 15-ს არა გაგიჭირდება ეგ სხვა თემა არა რეალურად ეგ არის რა და ხე მე მაგალითს კიდე ცალკე გადავიღებ თვისო მე მირჩევია რომ ეს და შენ ისე გათვლი რომ კამარი აღარა გაქვს ამასთან ერთად ხო ანუ ამას რო ვიკეთებ აღარ ჭირდება არაფერი და მე ისე გათვლი ეს და პლუს კამარი და მაგ შემთხვევაში უკვე მე უკვე 6 ჭიდი გამოვჭირს მაგ შემთხვევაში როცა მიკროჩესტრიქს ვიყენებ მაშინ კამარსაც ვიკეთებ პირველ ნუ კამარზე კამარზე მჭირდება ძირითადად მაგრამ ჩემს გამოვაგდე შარიანტია კამარზე ერთი საკუთარი არის აჰა პისტოლეტის სამჭიდე ერთი ცალი AR-ის სამჭიდე ამ ფაუჩი უკან ცენტრში სამედიცინო ჩანთა რომ ორივე ხელით შემძლოს მიწდომა აქაც საყუმბარე ან სმოუკის შესაძლებია და პისტოლეტის კაბურა და წინ ტურნიკეტი ზოგადად ახლა მინიმუმ 2 არის საჭირო როგორც ვიცი ან 4 მაგრამ 3 მაინც რა მე ერთი ცალი მაქვს იმიტომ რომ რეალურ საბრძოლო მოქმედებებში არ მიწევს გამოყენება ერთი ცალი მაქვს ყოველი შემთხვევისთვის და ის ის კამარზე მე კამარზე ერთი მაქვს და ერთი ჯავშანჟიბეზე მაგრამ ჩემ კამარს გადმოვაგდებ ეგეც მინიმალისტური გაწვი მაშინ კამარს არ ხარ რა ეგეც მინიმალური გაწვი აი მე ზუსტად ჩესტრიგი და კამარი ერთად მაქვს აწყობილი ერთმანეთს კამარი ჩვენ საკამრეში დავალი პროფილის პატარა ზომის სამედიცინო ჩანთა დანა ხელთათმანი და საიზოლაციო ლენტი ერთად ქემლაითები ლომად რაც შეიძლება საჭირო ნივთებია 2 მჭიდი და დამფოუჩი ესეც სუბუქად მაქვს 3 აქვს 2 მჭიდი აქვს ერთი უკვე იარახში მორგებული 6 მჭიდი ჩემის ღრმარწმენით AR-ზე საკმარისი არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ მეტისტარება უკვე ეს უკვე კამართან. ისეთი ამბავია, რომ მეც ვეღარ ვატარებ. ეხა ეს იმასთან შედარებით, რავი, იმის მესამედი წონა არის, მაგრამ იმდენ რამეს ვერ ატარებ ამით, რასაც იქ ყველაფერი შეგიძლია ჩაატო, ამაში ვერ ატო ყველაფერს.
ბატონო. და აქედან გამომდინარე უკვე მიწევს რომ ქამარი ატარა. ქამარი გავიგოთ რა. თუ ქალაქის პირობებში მიწევს და აი შენობაშიც მიწევს შესვლა შეიძლება ტყეც არის ისიც არის ეს კონფიგურაცია მირჩენია. თუ მარტო ტყეში ვარ წასვლელი პისტოლეტი არ მჭირდება. ბევრი ყუმბარები არ მჭირდება. მაშინ ვიცევ იმ შესტრიქს და მივიდივარ იმ შესტრიქს. მოკლედ რა დაგვრჩა. ყურსასმენები ჩაფუტები მოჩვენოთ. კი ბატონო. მოყარე მაგრამ უცესენ ჩოყობს. ეს ცოტა ხანი ვერ გადავწიოთ. ამაზე არ გითხოვთ დაახლოებით ფას. რა ჯდება ხო? კი ბატონო, კამერები ხო გაქვს შენ? კამერები მაქვს. ისეთი კამერები როგორიც მე მიკეთია და თავის ყველა აქსესუარი. აჰა, აბა მოყეც. მარტო კამარი ჯდება 125 ლარი, რომელსაც მოყვება ორი შიდა კამარი, ერთი შიდა კამარი, რომელიც ეხა მე მიკეთია და მოიხსნება კლიენტ კამარი. შარვაში გიყრება? შარვალს იკრავ ამით და მე ეს ზემოდან უკვე ვეკროთი ეკრობა ზედრო ზემოთ ქვემოთ არ ისრიალოს სივილის დროს და მეორე კამარი მოყვება კიდე რომელიც ამას ეკრება არის დასქელებული და ჩვეულებრივ აი გადმოსულ ხებეზე ან რაღაცა და ზემოდან შეგიძლია ეს იმასაც შიგნით რეზინაა რომ ზემოთ ქვემოთ არის სრიალი ეს ყველა ფოუჩი გაქვს მაღაზიაში ესეთი სტილის კაბურები გვაქვს, სამედიცინო ფაუჩები, დამფაუჩები და სამჭიდროები გვაქვს. ერთადერთი ხა ეს არის, რომელიც შემოძმა კაცმა მაჩუქა და მე არა მაქვს ესეთი, მაგრამ სხვანაირი საყუმბარები მაქვს, კონკრეტულად ესეთი არ არის. და ესეც ნაჩუქარია 200 საუტის და ესეც არა მაქვს. ანუ საყუმბარები მაქვს, მაგრამ კონკრეტულად ესეთები არა. ცოტა სხვანაირი. კი ბატონო, ის რა ქვია, რა უნდა მეკითხე ახლა. ამას ჩვეულებრივ მის საბრძოლო გლობი. ჩვეულებრივ კაცებს ჩვენსაბრძოლო. გლოკ 17, გლოკ 19, გლოკ 45, მოკლედ 17 და 19-ის კორპუსის ზომა, რაც არის ყველა გლოკი მიდის. Surefire X300 ფანით. მაგ იგივე ვარიანტი, ზუსტად იგივენაირი კაბურა, ფარნის გარეშე. და ეს არის რავი, ყველა ეხლა ამერიკული კელის გვისლამები რაღაცები ყველა კაბურას იყენებს. ეს კი რეპლიკაა, მაგრამ ორიგინალი ღირს დაახლოებით $300, $330, კონკრეტულად ეს მოდელი და ამის ფასი ჩვენთან მაღაზიაში არის 150 ლარი. ფუნქციურად ყველანაირად გამართულად მუშაობს, ჩამკეტი მექანიზმი კეტავს ექსტრაქტორზე. და ამოღებისთვის საჭიროა რომ ეს ბერკეტი ეს უკან მოკაჭა. მაწვილო. ჩაგეძიებთ. როგორც ვიცი ეს თქვენგან სამხედროებსაც მიაქვთ პოლიციელებსაც და ვისაც ამის დარების უფლება აქვს. კი ბატონო. იმ ხალხს მიაქვს და აი რამდენად მაყოფილები არიან ხოლმე დაახლოებით ვთქვათ. უარყოფითი მოდი, უკმაყოფილოთ ყოფილა ვინმე, ეგ უფრო აინტერესებს. ერთადერთი იყო ერთმა ბიჭამ მითხრა. ცოტაო ეს რაღაცა ნაკაწრები აქო, იარაღსო, მაგრამ ეგ ნაკაწრები გამოწეული ამით რომ ეს როცა მოდის ახალი იქ პლასმასები ჯერ არ არის დამუშავებული ამ იარაღთან და მაქედან გამომდინარე შეიძლება თავიდან რაღაცა პლასმასის კვალი გადმოიტანოს იარაღზე, მაგრამ ეგ ერთი და მეორე და ხანი როგორც კი იხმარ მე მოჯდება იარაღი ეხახუნება სამხედრო წარმოების პლასმას, რომელიც გათვლენად რომ მალე არ უნდა გაწვდეს, არ უნდა გაწვდეს. პლასმასი არის გამოყენებული და ახლა ეგრე სახელები ხო იცი მოუწყდება ხო? აი ესენი რა ფასტექსები რა ისები რა. ესენი არის დურაფლექსები ყველაფერი რა. კი ბატონო. პოლიმერია თუ პლასმასია. ხო, ანუ საკმაოდ მყარი რაღაცაზე ეხახუნება ყოველ ჩადება ამოღება და თქვენი სანამ მოჯდება ის პლასმასები და მიიღებს თქვენი იარაღის ფორმას. აი ხო რაღაცა იქ მიკრო ნაწილაკები მოშორდება, მანამდე შეიძლება პლასმასის კვალი გადმოვიდეს, არაფერი იარაღს გაწმინდა უმერე და ეგ არის. დანარჩენი არაფერი და ისეთი ლუფტი აქვს რომ დამაკმაყოფილებელია, ანუ რაღაცა კატასტროფა არ არის. ეს ფარნიან მოდელს, უფარნო მოდელს საერთოდ არანაირი ის არა აქვს შატკა, იმიტომ რომ აქ დიდი სივრცე არის ფარნისთვის გათვლილი და მაგ მომენტში ოდნავ მოძრაობს, მაგრამ მე ხა სირბილში და ამაში საერთოდ არანაირი პრობლემას არ აქვს. თავარი იარაღი არ მოაქვს და იქან ხარობს და იყოს თავის. როგორც კიდე იმას თუ ეს ბერკეტი არ გადმოსწია უკან იარაღი არ ამოვა. აი კანკაროს და იყოს რა ვიღაში გიშლის ხერს. ნუ კამრის სხვანაირი ვარიანტებიც მაქვს, კამრები მაქვს ის რო არის სქელი საბრძოლო კამარი, რასაც მე თავისი პაჟებით, რომელიც გათვლილია რომ ერთი 8 მჭიდი დააყენოს ზედ და ყუმბარები და სამედიცინო ჩანთა, ეხლა როგორც აქვთ ხოლმე უკრაინაში იმ დღეს გავიკეთე ჟილეტი და ჰიპიანებმა
ხო არა სხვა რამეს ცადე. მეტიანებისთვის ის დიდი პროფილის კამარი არ არის კაცი რა მაგით არ არის ჩვენ შეიარაღებული. მეტიანებისთვის რაც არის აქ აი ანუ ყურის დამცავები მოიტანა შენი ყურის დამცავი მომდამებს წავიღებ, ინდო არ აღჭირდება ყურის დამცავს თორემ ორნაირს და ბარემ ჩაფხუცაც მოაყოლებ. საწავ ჩემ ყურის დამცავებს და არაზე ყველაფერი. ჩაფხუცაც ისე გვახაწოვილი ერთი მინიმალურად მაქსიმალურად. ის ავირძალდე და მთილი ვისვა. ეხლა აქ ორი ბრენდის, ნუ სამის ესე ვთქვათ, ერთი არის Z-Tactical-ის დამზადებული კონტაქტ 3 პელტორის რეპლიკა. რავი, რას იყო? შენ ხარ ხომას. ანუ საკმაოდ აქტიურად ხარო, როცა ვისვრი, კარგია ნამდვილად, სულს ვერ ვიტყვი, რაღაცა მინუსები ჩემთვის რაც აქვს. ეგრევე ვიტყვი, პირველი რაც ძალიან ანუ მიჩვევა ჭირდება, ცუდი რომ მიჩვევა ჭირდება, არის ის რომ ანუ ხმას კი არ უწევს, რაც გარეხმაურს, აი ეგრევე გუდავს რა, ვაფშე აქრობს. ხო. ნუ რაციასთან და იმასთან არ გიშლის ხეს, მაგრამ აუდურ რეჟიმი რო იცი? რავი, რაც აქე გააქვს თიშავს რა, ეგრევე. ანუ გუდავს ხმას. უნდა გადახდო და მე არ არის. ვერ მივაგები და გაგუდა ხმას გუდავს მოკლედ. ეგ არ მოწონს. მაგრამ არიცი, ხო? ეგ არ მოწონს. ამას აქ ორი რეჟიმი რო იცი. იმაშიც გუდავს ხმას. ინდური და აუდური. ინდურში რო არ დაგიჟინოთ შიგნით და გარეთ. ხო, შენობაში. ცოტა დიდი ხანი გასროლის მერე ცოტა დიდი ხანი ჭირდება რომ მიკროფონები ჩაითოს და გარეხმა შემოიტანოს. აუდურში ცოტა ნაკლები. ბევრად მალე რთავს. კი, მაგრამ მაინც თიშავს. მიკროფონებს. მაინც თიშავს, რაც აი ესეც თიშავს. ხო, რაც არა, ეგ უწევს ხმას დაბლა, არ თიშავს. ანუ როგორი განსხვავება რა არის ხლა ER-მოში და მაგაშიც, რაც მე ამის არ მოწ. ამაში და იმაშიც იმპაქტის სპორტის ჩვეულებრივ აქტიურ ყურის დამცავებშიც ხდება რა, ნახე, რომ გარე ხმა აფეთქება რაღაცა, გესმის ისე, როგორც უნდა გესმა, ყველაფერი ხმა რაც არის, ხმაური იღებს და ერთ დონეზე გაწვდის, რომ ყური არ შეაწუხოს. ეს რაღაც დიდი აფეთქების ხმა თუ მოხდა, იმ ხმას გუდავს, საერთოდ არ უშვებს შიგნით. რასაც თავიდან არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, ეგ მithumedes თუ რაციას არ უშლის ხელს, მაგრამ მიკროფონს რო თიშავს, არ მესმის თქვენ. წამიერად რაღაცა არ მოწონს. თავარი მაყურებელს ესმის. ეგ ქონდა ერთი მთავარი პრობლემა მაგასთან. ხო, ნუ მოკლედ ეს არის ER-მორი M32 Mod 4. ესეთი სტანდარტული ბალიშები აქვს. მოხსნადი მიკროფონი. ეს ველკროზე არის დამაგრებული და კაბელი შეგვიძლია ძალიან მარტივად ამოვიღოთ, არანაირი გაჭრა და რაღაცა არ ჭირდება. ხო, აქ ამ შემთხვევაში გაჭრა ჭირდებოდა. ხო, მაგრამ ამას იმიტომ მოყვა რომ მე გადაგიგებ. მაგას ეგეც მოყვება და გაჭრაც არ ჭირდება. კი ბატონო. ხო და მოკლედ ეს არის 7.1 მმ-იანი აუდიო ჯეკი აქვს, რომელიც მიდის აი ვიწოდებული PTT გადამყვანში, რადიოზე საკომუნიკაციოდ. ეხლა ნახე რა ხდება და რატომ აქ ესე გაკეთებული. ისეთი დეტალიო ბევრმა არ იცის. კი ბატონო. ამას აქვს ორივეს 7.1 მმ-იანი აუდიო კონექტორი. მაგრამ თვითონ ყურსასმენის ელექტრონიკაში არის განსხვავება. ეს არის სამხედრო სტანდარტის, ეს არის სამოქალაქო სტანდარტის. რეალურად იგივე არის ზომებში, მაგრამ თუ ყურსასმენი არის სამხედრო სტანდარტის, აუცილებლად ჭირდება სამხედრო სტანდარტის PTT გადამყვანი, ისე ხმა შემოაქვს და აი ეს PTT გადამყვანი სამოქალაქო მქონდა. და PTT რო აღარ შემეცვალა, უბრალოდ აი ეს დამაგრძელებელი გამოვიყო, რომელიც არის სამოქალაქოს სამხედრო სტანდარტზე გადამყვანი და ეხლა ჩვეულებრივად მუშაობს. ეხლა მეორე ვარიანტი თვითონ ER-მორის კი ბრენდირებული რა არის? აი უნდა მეკითხა და ბარე რა. აი ეს არის ER-მორის ბრენდირებული, ეს პირდაპირ ის არის სამხედრო სტანდარტი. მოიცე. უკვე მეშინე მეხი არ დაგეცეს იმენი ელექტროობა და გაქვს. აუ ეგ თუ არის წერება. იმენი ელექტროობა და აქ დავიწყე მეშინე მეხი არ და. აი ეს არის ეს რა ქვია. პირდაპირ სამხედრო სტანდარტის ER-მორის ბრენდირებული და ER-მორის ყურსასმენები პირდაპირ მიდის ამას. მოკლედ ეხლა მე თქვენ აი ესეთ ყურსასმენებს ჭირდება სამოქალაქო გადამყვანი სამხედრო იმაზე. ეხსენი როგორც შენ აღარ ჩამოვაქ. ზიტაკები აღარ გვაქვს.
მაგრამ კონტაქტები მაქვს შეკვეთილი ხა სხვა მწარმოებლის რო სატესტოთ ჯერ ერთი ცალი და მე ვნახოთ. სამაგეროთ ეარმორები გვაქვს ძირითადად. ეარმორის ყველა აქსესუარი გაქვს როგორც ვიცი. ეარმორისთვის მაქვს თვითონ ყურსასმენები, აი ესეთი ბრენდირებული ჩანთები, кейსი, ჩანთა. ამას ესე უწერია რომ 20 კილო დატვირთოს უძლებს ზემოდან. სადღაც და უწევ. შეკარიო ხანთ. მე ხო ისა ვარ გათახსირებული პიროვნება რაღაცებს. ოღონდ 20 კილოთი დააწერ. 20 კილოთი დავაწერ. უძლებს. კი. 20 კილოს ახლა შეიძლება 19 კილო ნახევარს გავხსნას. ხო და გვაქვს ერმორის კურსასმენები. ოღონდ მოდოთხები აღარა მაქვს. ეს არის ბოლოს წინა გამოშვება. ეხლა გამოდის უკვე პლუსები. ხო. რომელსაც აქვს გელები, ეგრეთ წოდებული სილიკონის ბალიშები. ამასთან შედარებით ბევრად კომფორტულია, იღებს თავის ფორმას და ბევრად დიდი ხანი არ დაგეღლება ყური ვიდრე იმაზე. ესენი მაქვს, ჩანთები მაქვს და გადამყვანები მაქვს ის უგაჩვენა. ეგ ხო. პეტეტე გადამყვანები. ესენი კონკრეტულად ეარმორის არა მაქვს, სხვა ბრენდის მაქვს, მაგრამ იდის რა ამას. ხარისხიანი კარგი. ესენი გაცილებით ძვირიჯდება და უბრალოდ ბაზარს აღარ ედგება მაგის ფასი. იგი ხარისხი რამე ისე შვენიალური იმისები შეიძლება როგორი ჩვეულებრივად მუშაობს სპორტის წარმოებული ყურის გადამყვანებია და გამოცდილია პრაქტიკაში. აი ესე გამოიყურება ჩაფხუტზე დამაგრებული რა. შვენიალური. ეს ახლა Airsoft-ის ჩაფხუტი და შევნაღდი ჩაფხუტებით სადაც ბალისტიკური ჩაფხუტი. იმიტომ აქვს რომ როგორც გითხარი მე არ თამაშობს. არა Airsoft თამაშობს და არ იმძიმებს აღჭურვილობას. საქართველო მოქმედებებში არ მიწევს მონაწილეობა და აქედან გამომდინარე არ ვათრევ მძიმე ჩაფხუტს, თორე გვაქვს აი ესეთი ბალისტიკური ჩაფხუტები 3A დაცვით, რომელიც გათვლილი არის 9 მმ-იანი ვაზნების გასაჩერებლად და ასევე 45 კალიბრიანი წუწერია. 54 მაგნუმი. ხო. და ის არის რა ქვია. ნამსხვრევს და ამის ხო ძირითადი დანიშნულება რომ ნაღმის ნამსხვრევი გააჩეროს რა. კი ბატონო. პისტოლეტს ომში არავინ არ გესვრის. ნუ თუ კარგად მოიქცევით, თუ კარგად მოიქცევით, არხს გამოიწერთ, გააზიარეთ, ჩვენ შეგვიძლია ეს ჩემი კონკრეტული ჩაფხუტი, ან შენთან რომელიმე ჩაფხუტი ავარჩიოთ, გავიდეთ ველზე და ბაბახანა მოვაწყოთ. ჩუ ბუშტუ. ფილები ხო დავტესტეთ. ფილები დატესტეთ. ამის ჯერიც მოვა რა. ხო, ანუ კარგად თუ მოიქცევია. რამდენი გამოწერს დავხვრიტოთ? რამდენი ყავს? 4000 რო აიყო დილას რო გამოიცა. 10000 გამომწერზე, ანუ 10000 გამომწერი რა არის? ხლა იცი რომ აი როძი ხარ და ვიდეოს უყურებ, შენ გარშემო ორი კაცი რო ის უთხარი გამოიწერეთ და ზეგდილით მე და დავით წამოვალთ, არა ზეგდილით ვერ წამოვალთ. მაღაზია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მუშაობს და ამიტომ კვირას, შემდეგ კვირას წამოვალთ და ჩვეულებრივ ჩაფხუტს დავხრეტავთ. ესე მე ამ ჩაფხუტის შესაკრავები მომწონს და რომ სხვა დავხრიტოთ რა. არ შესაკრავები მოხსნათ და ის დავხრიტოთ. ხო, შესაკრავები ამასაც მასეთი აქვს ოთაშოთში. ანუ ორივე აქვს. ეს რა ღირს ჩემი ჩაფხუტი შეთხა 450 რა. 450 მე 500 მომყიდა, მაგრამ ოღონდ ზომებში. ზომები და გაქვს ზომები. ზომებითაც აქვს, ანუ თავგასიებული თუ ვინმეა, თავგასიებულებისთვის აი ეს თებია. რა თქმა უნდა, ეს თეორიის იყო. ჩემ ნაცვლად. აზე დამაგრებული მაქვს ყველაფერი რაც შეიძლება და დამაგრებინა. წვანი განათება, წითელი განათება, ყვითელი ლურჯი რომელსაც აქვს ასევე თეთრი სტრობი. და იცი რა ხდება? ის არის რა ქვია, ლექსი რომ მოგიყვე ხლა მე პატარა ქართული. ნახე. ესეც კიდე რაღაცა. წითლები დაწინაურდებიან ომში, ავანთებ წითელს. წვანეები დაწინაურდებიან, ავანთებ წვანეს. მე რა მაინტერესებს? ხო და კიდე ფანა. კი. ლექსი რო წაგიკითხო რას მაჩუკე. კაი ლექსი რო წავიკითხო რას მაჩუკე. მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი, დაგანცხოვი სხვა გაყურას ვით შევი აქსიპტილი. კახეთ იმერეთი გურია და რაჭა, ყველა ჩემი სამშოულოა. აღარ დავამთავრე. ლექსი ხომ მოყევი. უფრო დიდი ლექსი რომ მოყევი. რა დაგჩადა მე. თუ გინდა იარაღებზე შევაბალაგო. იარაღებზე პოლიგონზე მოვიდა. იგაც პოლიგონზე მოვიდა ვარაუდ. ერთ შენ უტასზე მინა ცუდი რაღაცები რო თქვა. თუ გინდა უტასზე აქილაპარაკე სროლის garaში და მე და პოლიგონზეც ვილაპარაკე. ბიჭო. მოდი უტასზე ვილაპარაკოთ აქ და პოლიგონზე გადავიღოთ უბრალოდ სროლები და მომენტებად მივაბო. უტესი.
დამთქვა პირში შველამა. ეხლა თუინა გაწყვიტე ვიდეო რო დიდის გამოგზავნა არ მოგიწევს თუ დავამუშაო და ახალი ჩარტი. გავწყვიტო? რა, კაი გამოვიდა შენ ეს დახჭურილობაზე. ნორმალურად. დაგჭა რამე ის თქვაც გიონდა ვერ. ნორმი რა. ბიჭო, მოიცა აი რეგი არა, აი. გადადიქით. მოდი. მოკლედ ეხლა მე შენთან მაქვს ესეთი ხორნა. ის არის ჩესტრიგიანად იცახი რა, მარტო ჟილეტი არა. ეს ჟილეტი ყველაფრის გარეშე ღირს 190 ლარი. ხო. ჩესტრიგით დაახლოებით 250 ლარი რა. ნუ ეს ჟილეტი ხარ თუ აწყობა გინ. იარაღი Airsoft. Airsoft-ის იარაღი. რომელშიც თავიდან გადავიხადე 600 ლარი. შიშველი არის. საერთოდ სხვა იარაღი იყო. იქიდან დარჩენილია მარტო აპერი, ლოვერი და შიგნით რაღაცა ნაწილებია დარჩენილი, რაღაცები ძირითადად შეცვლილია. დაახლოებით ეს იარაღი. რავი, ძალიან 1500 ლარი სადღაც 1500-1600 ლარი. ჩდება. ის უკვე რა, მეტი თუ არა. ნუ იქ ხა რაღაცა ნაწილები ჩდება ამაში, რომელსაც გამოსვლა. ყველა იარაღს ამას ანუ დაახლოებით 1300 ლარი ვთქვათ ეს ჟილეტი. სრული ზომის, სუბუქი ჟილეტი Airsoft-ისთვის რო აწყობ დაახლოებით 500 ლარი ვთქვათ. არც და შარჩელი ვარც დაგჭირდეს. chest rig. ეს chest rig-ი. და 150 ლარი მაქვს ამ chest rig-ში მიცემული აფრიკიდან რაღაც ბიჭისგან. მეც ვყიდულობ ხოლმე ხან როცა მომეწონება რაღაც სხვებისგან რაღაცებს. ჩემ ნიჭებს არ ვყიდულობ. მაგრამ ჩემი წამოათრე ჟილეტი დაახლოებით თავისფარიანად 500 ლარი, მაგრამ აღარ ჩამოდის სამწუხაროდ საქართველოში გაზზე მომუშავე Airsoft-ის პისტოლეტები, არ ვიცი. აკრძალა სახელმწიფო, ეს არის green გაზზე მომუშავე, მწვანე გაზზე მომუშავე პისტოლეტი, რომელიც რო გამოიწერო ჩვენ საბაჟოზე, ჩამოგართვენ და დაკტოვებენ გაღიმებულს. თეთრ, ფაიც კაცო. ხონა ხო ლეგალურია. კი. ვისაც უკვე გამოწერია და მოსულ. კი. და ახალი თუ მომინდება ვერ? ხო, ვეღარ გამოიწერა, აღარ ჩამოდის. აქ ფრაზა უნდა იჯდეს, ეხლა თუ დაედება თქვენთან, მაგრამ ნიხუია და სიბე. ეხლა თუსაც არ დავადებ და ეს არის თამარი, რომელიც დაახლოებით ესე რომ გააწყოჭდება 250-300 ლარი თავის. არა 300 არა, ცოტა მეტი კაბურაც თუ გინდა, თუ არა კაბურის გარეშე ხო 250 ლარი. კაბურა რა ვიცი, 150 კაბურა 150 ლარი. თუ კაბურა გინდა 200. კურსასმენების 350 ლარი, ჩაფხუტი Airsoft-ის ღირს 70 ლარი, ეს კონკრეტული მე რომელიც 120 ლარი ღირს, სადღაც თავის კურსასმენებიანად ეგეც დამიჯდა 500 ლარი. შენდე ხო ხკია. რამდენზე ავედით? დაითვალე? ძალიან ბევრზე. მე რა დავითვალე კაცო. 5000 ლარზე ავედით. მე მაგეთ რაღაცებს არ ვითვლი ხოლმე, იმიტომ რომ მე შემყე ხარ. მივალ ესეთი მათხოვარის სახით დაუდგების საწყალი ობოლი ბავშვით, ალექს წავიკითხავ, ალ ვიმღერე, რაღაცას გავაკეთებ და ხო რა, ფულს არ ვიხდი ხოლმე. Airsoft-ის აღჭურვილობაც ვინც არის Airsoft-ის მოყვარული, იმისთვის ძვირი ჭდება, ვისაც უნდა კარგი იარაღი ქონდეს, კარგი აღჭურვილობა ქონდეს, თორე არის Airsoft-ის მოთამაშეები, იყიდიან ერთი არას კალაშნიკოვს რაღაცას, მისცემენ 600 ლარს, ჩაიცმევენ ჩავსპორტულებს და ის იმითაც კარგად თამაშობენ. კი ბატონო. თუმცა ახლა მე მარტო თამაშად არ აღვიქვა მაგას, ვარჯიშად აღვიქვა, იქ აღჭურვილობას მინდა ვიყო მიჩეული და წონას და ხო ასე. ანუ კიდევ ვიძახი რა, რაც შენ ფილებით არის წვენ დაახლოებით იგივე ამის ჟილეტით წონაში და ტყე არის დედანაქაჩი, შენობა და რა ხოხიალი და ფორთხიალია და მაინც ფუჭდება. ასე ეხლა საბრძოლოზეც ვთქვათ, ვარებ რა დაჯდება დაახლოებით ჩემს მოვითან და მაგის მიხედვით შეგვიძლია არც ნაკლები ისე მეტი ეგეც აჯდება დაახლოებით. ბიჭო ეს შილა და ჩაფხუტია მას ხო? დედა სამტრისას. სამაგერ ჩემი გაცილებით ეკონომიურად აწყობილია. ხო, ნუ მე რამდენი წელია ეხა აქტიურობა. რავი, აი თამაში 5 წელია. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მოგროვებულია. აჰა. ჭიდები რა ჭდება Airsoft-ის? არც ისე პრინციპში რეალური სპასი ჭდება დაახლოებით. ო. 15 დოლარი, 20 დოლარი ერთი ცალი. როცა ამერიკაში ხა ღირს 15 დოლარი ჩვეულებრივი მაკულები, მაგები, ესიც 15-20 დოლარი ღირს, Airsoft-ის იგივე ფასების. აჰა. ჩემი აღჭურვილობა რა ვიცი, 300 ლარი. იარაღით დავიწყოთ.
იარაღი დაგვიჯდება დაახლოებით 5000 ლარის ფარგლებში ვთქვათ. ნუ AR-ს ჭერი არ აქვს, მაგრამ ყველაზე ბიუჯეტური AR საქართველოში სამინდაროვიდან იწყება. თუ დააყენებ ფანარს, ყვედს, რაღაცებს შეცვლიან, არ შეცვლი უკვე 5-ზე ადიხარ თავისუფლად რა. მინიმუმ 5-ზე, ან მინიმუმ 5 უნდა იანგარიშო AR-ს რო კიდევ რომ გქონდეს რომ გააწყო იარაღი. ჭიდები ცალი ჯდება 80 ლარი დაახლოებით საქართველოში. ადგილზე რო იყიდო. ჩვენასაც ყიდი. ხო. ლანსერის ჭიდები არ გითქვია. ლანსერის 90 ლარი ის ერთი წელი. ხო. 80-90 ლარი ვთქვათ. კი ბატონო, ერთი მჭიდი, ჟილეტი. ეგ ჟილეტი ახალი რო გამოიწერო, ადგილზე რო ის დაახლოებით 140-130 დოლარი. კი ბატონო. ეგ დაუმატებელ ტრანსპორტირების ის 500 ლარამდე ეგ ჟილეტი რომელსაც ფილებს ჩაალაგე და გაგიძლებს და გამოგადგება მინიმუმ დაახლოებით მაგრამ ბიუჯეტში უნდა იანგარიშო რა. პლუს ახლა ეგ უკვე გემონების საკითხია, სამჭიდები მოყვება თავის და ფრიცებიც. თუ ჩემსავით არ მოგწონს და შეცვლი 1-200 ლარი კამერბანდები ან ამიან ყველაფრიანად უნდა იანგარიშო. კამერბანდი დაახლოებით ეგრეთ ხდება. ფილები 780 ლარი ორივე. კი ბატონო. და კამარი შენის დაახლოებით 100 ჯდება. კამარი იგივე. აბულის გარაში 200-250 ლარი. კი ბატონო, ყურის დამცავი. ჩაფხუტი 450 ლარი, საბრძოლო ჩაფხუტი, ყურის დამცავები 120 ლარიდან დაწყებული 350 ლარის ჩათვლით ეს რაც რადგან საბრძოლოზე აწყობ ჩემი აზრით აქტიურები უნდა აწყო თავის გარნიტურით, მიკროფონით, ყველაფრით რაციით და ეგ უკვე დაჯდება 500 ლარი. 500 ლარი. სრულად ყველა. რაცია, თავის PTT გადამყვანი და თავის ყურსასმენი. ხო, რაციებიც არის. რაციებზეც გვაქვს ჩაწერილი რა. ვიდეო კი გვაქვს. კი. ეგ არის რაც გვინდოდა დღეს გვეთქვა დაახლოებით ეს ბიუჯეტი ჯდება ჩვენ ეს აღჭურვილობა გვაქვს ამას ვიყენებთ ხმარობთ არ უფრთხილებით ნამდვილად არ უფრთხილებთ როგორ აღჭურვილობა იმისთვის არის და უნდა ხმარობთ ვიტრინაში არ დევს ყოველ შემთხვევაში ის გადასაწმენდად ხო ავტომატური გადაწყვეტა მადონას სერვისი არა აქტიურად რავი ახლა წინაზე აი ფასტექსები გამითხდა აი სოფლის ყია მოხდა და გატეხა არა ამოიწერ შეცვლი არა ყველაფერი შეცვლადია რა მუდმივი არაფერი არა არ არის იქ არ ტყდება სადაც ამდენი აღჭურვილობა იქ რაღაცა ყოველთვის ფუჭდება ხელბორკილები მაღაზიაში თქვა გიძალიანდათ რო არ გაჩუქათ რაღაცა და გჭირდებათ ეგ არის